გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიგა. მივესალმები ჯგუფის წევრებს. მიხარია რომ გაწევრიანდით ამ ჯგუფში, ასევე მივესალმები ჯგუფის არაწევრებსაც, ვინაიდან ეს ჯგუფი უკვე საჯარო გახდა. ეს ვიდეოებს და აქტივობას ჯგუფის არაწევრებიც ნახავენ, თუმცა გამიხარდება თუ კი გაწევრიანდებით. ჯგუფში არსებული სიმრავლე ხელს უწყობს პოპულარიზაციას და უფრო და უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება. ამ ჯგუფში გთავაზობთ ძალიან საინტერესო აქტივობას სხვადასხვა თემის მიხედვით და ერთ-ერთი თემა ავარჩიე, რითიც დავიწყებთ, ამასეთი რუბრიკა გავაკეთოთ. და ეს რუბრიკა დაეთმობა სიზმრის საკითხის განხილვას. ეს საკითხი სხვათა შორის სამწუხაროდ ძალიან ასე ვთქვათ აბუჩად არის აგდებული საზოგადოებაში, ასე უყურადღებოთ არის უგუნებელობს მას საზოგადოებას სხვადასხვა მიზეზების გამო, ამასაც აუხსნით რატომ. სინამდვილეში კი სიზმარი წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ფაქტობრივად მესამედს. ადამიანი იძინებს, თითქოს და უცებ მალევე იღვიძებს, სინამდვილეში გადის 6, 7, 8 და შეიძლება მეტი საათიც და სად იყო ამ დროს, ანუ გამახსოვდებათ თუ არ გამახსოვდებათ თქვენ სიზმარი, ის მაინც ესიზმრება ადამიანს. ამიტომ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე თუ რატომ არ გვამახსოვდება სიზმრები, რის სიბრალიას, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ამ ყველაფერში ჩვენ დაგვეხმარება ესეთი ძალიან საინტერესო წიგნი, გამოსახულების ალფაბეტი, სადაც სხვა ძალიან საინტერესო საკითხებთან ერთად არის ასევე ერთ-ერთი თავი ამ წიგნში დათმობილია სიზმრის საკითხისთვის და გარდა იმისა, რომ დაწყებული ფროიდიდან იუნგი, ადლერი, სკინერი, როჯერსი, სუტიჩი, მასლოუ და თითქმის ყველა ფსიქოლოგის ნაშრომები არის განხილული, უბრალოდ გათვალისწინებულია ამ წიგნში, რომელმაც სიზმრის თემას გარკვეული ყურადღება დაუთმეს თავიანთ ცხოვრებაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ბუმბერაზი პიროვნებების, ვინც ხა ჩამოვთვალე, ამათი შეხედულებებმა არ იმუშავა სიზმრის და არა მხოლოდ სიზმრის, მაგრამ სიზმრის მიმართულებით არ იმუშავა და მინდა გითხრათ, რომ თერაპია სიზმრის გარეშე ფაქტობრივად ძალიან მცირე პროცენტით შველის ადამიანს, იმიტომაც ფარმაკოლოგიური სფერო გაცილებით მეტად განვითარებულია ეს თერაპიული დანიშნულებით. მინდა გითხრათ, რომ სიზმრის შესწავლით ადამიანი სწორედ აი მთლიანობას აღიდგენს, რომელიც ვთქვათ წესით და რიგით თერაპიით უნდა ხდებოდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში სიზმრის საკითხი. მოდით ახლა ესე ვთქვათ, რომ რა არის სიახლე? რას ვთავაზობ მე პირადად ამ მიმართულებით სიახლეს, ანუ და როგორ არის ამ წიგნში განხილული ეს საკითხი რის მიხედვით? ანუ ამ რუბრიკას ასე ვთქვათ დაერქმევა სიზმრის არქიტექტურა და რას გულისხმობს ეს? გადავიდეთ უკვე პირდაპირ საქმეზე. ბუნება არის მოწყობილი ეკონომიკური პრინციპების და ეკონომიკური წესების მიხედვით. ანუ ეკონომიკა არის რესურსების გადანაწილების ტექნიკა. ბუნებაშიც ისე არის გადანაწილებული რესურსები, ბუნებაში გულისხმობ და შეიძლება სახელმწიფოში ესე არ იყოს. ბუნებაში ისე არის გადანაწილებული, რომ ზრდის და სიცოცხლის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები რომ არსებობდეს რა. სულით, ჩვენი სული, როგორც ამ ბუნების ინფორმაციული ნაწილი და განუყოფელი ნაწილი, სწორედ ასეთი წესებით, ასეთი ეკონომიკური პრინციპის მიხედვით გვესაუბრება და ამ პრინციპზე დაყრდნობით ამ წიგნში შემოტანილია ესე იგი სიზმრის იერარქიის ცნება.
სიზმრის იერარქიის ცნება და რას ნიშნავს ეს? სიზმარი არ გვესიზმრება ჩვენ ესეთი რაღაც ერთდროული და ერთჯერადი, ანუ ერთაქტიანი პროცესით. და ის გვესიზმრება ესე იგი სამ ეტაპად, ანუ სიზმრის იერარქია აწყობილია, ესეთი ახალი ცნება არის საერთოდ ამ საკითხის განმარტებისას. სულებით ახალი ცნება არის შემოტანილი ქართულ სინამდვილეში. სიზმრის იერარქია. და ეს გულისხმობს იმას, რომ სამი იერარქიული საფეხურის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ესე იგი სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა სიუჟეტები, სხვადასხვა ნაწყვეტები გვესიზმროს, ხო? ვიხილოთ სიზმარში, ანუ ამ იერარქიული ცნებების მიხედვით, ამ იერარქიის მიხედვით, ხო, ჩვენ შეგვიძლია ერთი აზრი გამოვიტანოთ, ანუ მე თქვენ გაგიზიარებთ ფორმულებს, აქ ჩვენ არ ვისაუბრებთ რაღაც სიზმრების ახსნა, ანუ ინდივიდუალური ეს ყველა ადამიანს მისი ინდივიდუალური ლოგიკა გააჩნია. მე თქვენ გაგიზიარებთ ტექნიკას, ფორმულებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ახსნა განმარტებები და დანარჩენი უკვე ადამიანმა ან ძალიან დიდი დრო უნდა დახარჯოს თერაპევტთან და ალბათ ამიტომაც თერაპევტები ერიდებიან ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო უნდა დახარჯოს ადამიანმა თერაპევტთან, რომ მთელი მისი ეს ინდივიდუალური ლოგიკა გადასცეს თერაპევტს და შემდეგ თერაპევტმა გამომართოს. ხო და ამიტომ მე თქვენ გაგიზიარებთ ამ ტექნიკას, რომ თქვენ თვითონ შეძლოს ესეთი თვით ფსიქოთერაპია ჩაიტაროს ადამიანმა და ეს იერარქია, ესე ვთქვათ, დაყრდნობილია აი ამ ეკონომიკურ პრინციპზე. ადამიანები აი ამ ყოველდღიურ რუტინაში, ბიზნესში თუ სამსახურებრივ საქმიანობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო, ისეთი ჩართულობით არიან დაკავებული, რომ ავიწყდება ადამიანს, რომ მას სული საერთოდ ავიწყდება, რომ სული გააჩნია მას და ამიტომ ისიც ავიწყდება, რომ სულს აქვს ესეთი ნიჭი, ესეთი თვისება, როგორც არის ინტუიცია. ეს ინტუიცია ჩვენ დავიჯერეთ სულს უფრო მეტად უნდა ჩვენ რაღაც გამოგვივიდეს, ან პირიქით დაგვიცვას რაღაც საფრთხეებისგან, და თუ კი როდესაც ადამიანი სწავლობს ამ თავის ცხოვრების მესამედს, ანუ ადამიანები ფაქტობრივად ცხოვრების მესამედი არ იციან. ხო? და აი ამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის განმარტება. აქ კიდევ შემოდის ესეთი საინტერესო საკითხი, ნახეთ, არსებობს ჩვენს შინაგან, ჩვენს გონებაში არსებობს რეჟისორი, რომელიც აი ამ სიზმრებს, აი ამ ფილმებს ამონტაჟებს, ამ სცენარებს აწყობს და უშვებს კინოში რა, და არსებობს კიდევ ამ ფილმების მხილველი, ანუ სიზმრის მხილველი სუბიექტი რა, ის ვინც უყურებს ამ სიზმრებს. ეს სიზმარი კიდევ ვიღაცამ ხო გადაიღო. ხო და სიზმრის გარკვევა, სიზმრის საკითხებში გარკვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რამდენადაც ეს აი ვის სცენარებს ცხოვრობთ ჩვენ, აი ამ რეჟისორის, რომელმაც ეს გადაგვიღო ეს ფილმი, თუ ჩვენ ვინც უყურებს ამას, ანუ რომელი ვართ, ვინც ცხოვრობს ამ ცხოვრებას, რომელიც ამ ცხოვრებას ცხოვრობს, თუ ვიღაც რეჟისორი, რომელმაც ეს დააპროგრამა, დააპროექტა და შემდეგ ჩვენ ამ პროგრამებს ვასრულებთ რა, ანუ აი ამ ყველაფრის გარკვევაში ფაქტიურად მესამედია ჩვენი ცხოვრების და ზუსტად იმხელა პროცენტი უკავია ამ ყველაფრის გარკვევაში სიზმრის საკითხს. აქვე ჩვენ კიდევ შევეხებით ესეთ ძალიან საინტერესო საკითხს, როგორც არის სიზმრის ტიპოლოგია, ანუ მოიხსენიებათ ჩვენს ტვინში არის ჩამონტაჟებული ფოტონური მექანიზმი. და სიზმრები არის ნამდვილი, რომელსაც ინტუიცია გვიგზავნის, ანუ სული, როდესაც გვესაუბრება, და არის სიზმრები, როდესაც აი ეს ფოტონური მექანიზმი ამონტაჟებს ამ სიზმრებს და თქვენ გაგიზიარებთ იმ კონკრეტულ ფორმულებს, რომლების მიხედვითაც აი ამ სიზმრის იერარქიის მიხედვით, თქვენ შეძლებთ უკვე იმის განსხვავებას, თუ რომელი არის ნამდვილი, რომელი არის არა, ესე იგი, აი ეს დამონტაჟებული და გადაღებული სიზმრები. ფაქტობრივად ვიმუშავებთ ინტუიციასთანაც ამ საკითხს, იმიტომ რომ არ შეიძლება გაყოფა ერთმანეთისგან, სიზმარი და ინტუიცია ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ყველაზე დიდი შემხებლობა დიდი დროის მონაკვეთში ვეხებით სიზმარში ჩვენ ინტუიციას. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ ინტუიციის საკითხი, ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ სულამდე, ჩვენ თავამდე რა, ჩვენს ნამდვილ შინაგან სამყარომდე მიმავალი გზა ფაქტობრივად სიზმარზე გადის. ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანი გაერკვეს ამ საკითხებში, ფაქტობრივად ჯანმრთელობის პრობლემები გვარდება, პროცენტულად დაწევა შეიძლება მინიმუმამდე დაყვანა რა, ეხლა რაღაც ფრენას ვერ დაიწყებს ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა
გადმოსახედიდან იწყებს ადამიანი ამ ცხოვრებაზე დაკვირვებას, თურმე რაღაც ესე მგონია, ხო, სულ სხვანაირად ყოფილა, იმიტომ რომ სულისთვის არ არის მნიშვნელოვანი ის პრინციპები და ის წესები, ის სტერეოტიპები, რომლებითაც ჩვენ საზოგადოება ცხოვრობთ და ერთმანეთთან კონტაქტობთ და თქვათ, აი ეს რაღაც რაციონალური, სოციალურ-რაციონალური წესრიგი სულისთვის საერთოდ სხვანაირად გამოიყურება. ფაქტობრივად სიზმრის არქიტექტურა, მთლიანი არქიტექტურა გთავაზობთ ამ თემას, ამ რუბრიკას და დაპლივუსტით თუ დაალაიკეთ, ვისაც გნებავთ რომ მეტმა ადამიანმა ნახოს, ისინი შემოგვიერთდნენ და ჩატარდება ხოლმე ალბათ დასვენების დღეებში, უფრო ანუ შაბათ-კვირა საღამოს დროს შევარჩევ ხოლმე, ლაივს ჩავთავ ჯგუფში, ამ საკითხზე დასწრება იქნება უფასო, მსურველებს ყველა შეგიძლიათ დაესწროთ, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ვიმედოვნებ რომ ურთიერთსასარგებლო რუბრიკა იქნება ესეთი აქტივობა. წინასწარ გამოვაცხადებ ხოლმე ჯგუფში დავდებ დროს და ყველაფერს და გეცოდინებათ. ამას ასე გელოდებით. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.